ტრამპმა კუბის დიქტატურის ხელში ხელი მოუჭირა და ჰავანამ უპასუხა ისე, როგორც კუთხეში მიმწყდეული რეჟიმები პასუხობენ. გაათავისუფლა 2000-ზე მეტი პატიმარი აჩქარებული ამნისტიით, რომელიც ჰუმანიტარულ ჟესტად იყო წარმოჩენილი, მაგრამ სწორედ იმ დროს განხორციელდა, როცა შეერთებული შტატების ზეწოლა ძლიერდებოდა. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დაძაბული იყო და ტრამპის ადმინისტრაცია კუნძულის ძველი კომუნისტური აპარატის წინააღმდეგ წინ მიიწევდა. ამ სამშაბათს ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰავანაში მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებაზე, არამედ რეჟიმის პირდაპირ რეაქციაზე, რომელსაც შიშმა კარზე მიუკაკუნა, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ ტონი გაამკაცრა. მარკო რუბიომ გამკაცრა პოზიცია კუბის ხელმძღვანელობის მიმართ. მიგელ დიას კანელმა ოფიციალურ გაზეთში გამოაქვეყნა დაპატიმრებულთა სახელები, შეწყალებას კი სუვერენული და ჰუმანური უწოდა, მაგრამ მთავარი კითხვა მარტივია. თუ დიქტატურა ასეთი სუსტი იყო, თუ ის ძლივს იკავებს თავს, რატომ გახსნა ახლა საკნები? თუ რეალური ზეწოლა არ არსებობდა, რატომ იჩქარეს ათასობით ადამიანის გათავისუფლება სწორედ ამ დროს? და თუ დონალდ ტრამპმა ჰავანაში პოლიტიკური ტერორი არ დაამყარა? როგორ ავხსნათ ასეთი მასშტაბური ამნისტია ამერიკული ზეწოლის ფონზე? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ამნისტიით სარგებლობის მქონე პირთასია გამოქვეყნდა კუბის ოფიციალურ გაზეთში 3 აპრილს ხელმოწერილი დეკრეტით, რომელსაც ხელი მოაწერა მიგელ დიას კანელმა. ტექსტი სრულ და საბოლოო შეწყალებას ანიჭებს დიდი რაოდენობის პატიმრებს. მათგან ნაწილმა უკვე დატოვა ციხეები, როიტერსის ინფორმაციით. გათავისუფლება შეეხება 2000-ზე მეტ პატიმარს და ეს არის მეორე ამნისტია, რომელიც რეჟიმმა მხოლოდ წელს გამოაცხადა. დიქტატურა ცდილობს კონტროლი გაუწიოს ნარატივს და აცხადებს, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავს. რეჟიმი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებული პირები გასამართლდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, დაკავებისადმი წინააღმდეგობის, ქურდობისა და ვანდალიზმის ბრალდებით. მაგრამ სწორედ ამაშია ამნისტიის პოლიტიკური მნიშვნელობა. ბევრი დისიდენტი და 2021 წლის პროტესტებთან დაკავშირებული დემონსტრანტი უკვე გათავისუფლდა ბოლოდროინდელი შეთანხმებებისა და ზომების შედეგად, მაშინ როცა ჰავანაზე გარე ზეწოლა იზრდება. კუნძულმა საკნები არ გახსნა საკუთარი სისტემისადმი ნდობის გამო. მან გახსნა, რადგან რეჟიმი გარშემორტმულია ეკონომიკური კრიზისით, საერთაშორისო დისკრედიტაციით და ამერიკული ზეწოლით, ისეთი სისწრაფით, რაც დიქტატურის სცენარში არ იყო გათვალისწინებული. ტრამპის ქმედებამ ჰავანაში პოლიტიკური ტერორი დაამკვიდრა, რადგან მან რეჟიმს დაარტყა იქ, სადაც ყველაზე მეტად გზნობს ფულს, ლეგიტიმაციასა და გადარჩენას. ამნისტიის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, აპრილში, კუბის მთავარმა დიპლომატმა ვაშინგტონში საჯაროდ მოიწვია ამერიკის მთავრობა, რათა დახმარებოდა კუნძულის ეკონომიკის გადახალისებაში. ეს აჩვენებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. იგივე დიქტატურა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აგრესიაში ადანაშაულებს, ახლა ეკონომიკურ გამოსავალს სწორედ ვაშინგტონთან ეძებს, ხოლო პატიმრებს ათავისუფლებს, რათა შეამციროს ზეწოლა. აი სწორედ აქ ჩდება ეს სასტიკი ამნისტია, როგორც საგანგებო მანევრი და არა როგორც ნამდვილი გახსნის მტკიცებულება. ესკალაცია კიდევ უფრო გამძაფრდა 20 მაისს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალდებები წაუყენა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს. მათ შორის იყო შეთქმულება ამერიკის მოქალაქეების მკვლელობისთვის, მკვლელობა და საჰაერო ხომალდების განადგურება. რაულ კასტრო 94 წლის, ის ამ თვეში კუბაში საჯაროდ გამოჩნდა და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ მას ექსტრადირებას გაუკეთებენ. თუმცა ბრალდების სიმბოლური ძალა უზარმაზარია. ვაშინგტონმა კუბის რევოლუციის ისტორიული ფიგურა ამერიკის სასამართლო სამიზნეში მოაქცია. მარკო რუბიომ მეორე დღეს ზეწოლა გააძლიერა, როდესაც თქვა, რომ კუბასთან მოლაპარაკებული შეთანხმების შანსები მაღალი არ იყო. ამ ფრაზამ დაანგრია ჰავანის ცდელობა, რომ პატიმრების გათავისუფლება ნორმალურობის ნიშნად გაეყიდა. რუბიომ კაფიოდ აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას დიპლომატიური გადაწყვეტა ურჩევნია, მაგრამ არ ენდობა ამჟამინდელ კომუნისტურ ხელმძღვანელობას. ბრუნო როდრიგესმა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუბიო დაადანაშაულა იმაში, რომ ის სამხედრო აგრესიას ახალისებს და კალბად ასახელებს კუბას ტერორიზმის მხარდამჭერად. ჰავანის რეაქცია აჩვენებს, რომ ზეწოლამ კუბის ხელისუფლების ცენტრში შეაღწია და რეჟიმი აიძულა თავდაცვით ტონალობაში ეპასუხა. რეჟიმი ასევე ცდილობს ამნისტიას შიდა პროპაგანდის იარაღად აქციოს. როცა დიას კანელი ამ ნაბიჯს ჰუმანიტარულ და სუვერენულ ჟესტად მოიხსენიებს, ის ცდილობს კუბელ ხალხს უთხრას, რომ მთავრობა კვლავაც აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ მოვლენების განვითარება ამ სპექტაკლს ანგრევს. ჯერ იყო რთული მოლაპარაკებები ვაშინგტონთან, შემდეგ კი პატიმრების სია გამოქვეყნდა. შემდეგ მოხდა ბრალდებები რაულ კასტროს წინააღმდეგ.
მალევე რუბიომ გააცუა ნებისმიერი მოლოდინი მარტივი შეთანხმების შესახებ. რაც ჩანს არის დიქტატურა, რომელიც ათავისუფლებს პატიმრებს იმ დროს, როცა ცდილობს, რომ ამერიკული ზეწოლა არ გადაიზარდოს კიდევ უფრო დიდ კრიზისში. ადამიანის უფლებების ჯგუფები მიუთითებენ, რომ პრობლემა დასრულებისგან შორსაა. Human Rights Watch-მა აპრილში განაცხადა, რომ კუბაში ჯერ კიდევ 700-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რჩება. ასეთი ორგანიზაციების მიხედვით, როგორიცაა Justice, 11J და Prisoners Defenders-ი. ასევე ასობით ადამიანი შინაპატიმრობაშია ან სხვა შეზღუდვებში იმყოფება. Prisoners Defenders-მა ასევე განაცხადა მაისში, რომ კუბამ ახალი რეკორდი დაამყარა და 2026 წლის აპრილში 1260 პოლიტიკური პატიმარი ჰყავდა. ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამნისტია დიქტატურის ისტორიას არ ასუფთავებს. ის მხოლოდ აჩვენებს, რომ რეჟიმმა ნაწილობრივ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა, რათა ალყაში გადარჩენას ეცადა. კუბის კრიზისს ასევე აქვს ეკონომიკური კომპონენტი, რომელსაც დიქტატურა ვერ მალავს. კუნძული ენერგიის დეფიციტს, საკვების ნაკლებობას, პროფესიონალების გაქცევას, წარმოების შესაძლებლობის შემცირებასა და გარე დახმარებაზე დამოკიდებულებას აწყდება. როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი რეჟიმი მოლაპარაკებების დროს შეერთებულ შტატებთან 2000-ზე მეტ პატიმარს ათავისუფლებს, მოსახლეობისთვის გზავნილი ნათელია. მთავრობა ამას სიკეთის გამო არ აკეთებს, ის უბრალოდ დროს იგებს. ამნისტია პოლიტიკურ გამოსავლად იქცევა საერთაშორისო ზეწოლის შესამცირებლად, ოჯახების დასამშვიდებლად და რაიმე ჟესტის საჩვენებლად, მაშინ როცა რეჟიმის სტრუქტურა ისევ ჩაკეტილია. დონალდ ტრამპი ამ სისუსტეს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. თეთრმა სახმა უკვე გაამკაცრა მკაცრი პოზიცია კუბის მიმართ, როდესაც რეჟიმი შეერთებული შტატების უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადა. სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებთან კავშირების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ხაროეზების, ასევე ჰავანის დეპორტაციებსა და მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებული წარსულის მოყვანით. 2026 წლის იანვარში თავად თეთრმა სახმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა გააძლიერა ამერიკის პოლიტიკა კუბის მიმართ და შეინარჩუნა შეზღუდვები, რომლებიც კუნძულს ტერორიზმის სპონსორად ყოფნას უკავშირდება. ეს ჩარჩო ამნისტიას უფრო დიდი დაპირისპირების ნების ნაწილად აქცევს. ეს მხოლოდ ციხე არ არის, ეს ძალაუფლებაა. კუბის დიქტატურა იცის, რომ ახლა გათავისუფლებული ყოველი პატიმარი ხდება მტკიცებულება იმისა, რომ გარეზე წოლა მუშაობს. რეჟიმისთვის ათასობით ადამიანის გათავისუფლება შეიძლება დაძაბულობის განუხტვის მცდელობად ჩანდეს. ტრამპისთვის ეს ნაბიჯი ამყარებს თეზას, რომ ჰავანა მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა რეალურ შიშს გზნობს შედეგების მიმართ. ამიტომ ამნისტია ასე ძალიან აწუხებს კომუნისტურ ბირთვს. პატიმრების გათავისუფლება არ ნიშნავს თავისუფალი ოპოზიციის დაშვებას. რეჟიმს შეუძლია ერთი ხელით კარი გააღოს, ხოლო მეორე ხელით დაკვირვება, შეზღუდვა და რეპრესიები შეინარჩუნოს. 2000-ზე მეტი პატიმრის ამნისტია აჩვენებს დიქტატურას, რომელიც ცდილობს სუნთქვას ზეწოლის ქვეშ. ტრამპმა ჰავანა მაღალი პოლიტიკური ფასის წინაშე დააყენა. რუბიომ ძალა გამოაცალა ფუჩ და დიპლომატიურ საუბარს და რაულ კასტროს საქმემ დაარტყა კუბური კომუნისტური ძალაუფლების უძველეს სიმბოლოს. ეხლა რეჟიმი ცდილობს უკან დახევა, სუვერენულ ჟესტად გაკიდოს. მაგრამ კუბელი ხალხი ხედავს დასუსტებულ სტრუქტურას, რომელიც იძულებულია გაათავისუფლოს პატიმრები, იმ დროს როცა ვაშინგტონს უპირისპირდება ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და კუნძულზე თავისუფლების მოთხოვნა სულ უფრო ძლიერდება. მე ვარ მილსონ ალვესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლით სავსე ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.